მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო. დღეს კვლავ ხანძართან დაკავშირებულ მედია სიაბანდობაზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. მიშა სააკაშვილის ტელევიზიას დავალებული აქვს მისი ექს-დიქტორის და აწ უკვე დედაქალაქის მერობის კანდიდატის ძალიან ზაალ უდუმაშვილის გაპიარება და გაბუქება. ამ მეტროსექსუალს სალანძღავი სიტყვა არა ეს თუ არ გჯერავთ ლექსიკონში ჩაიხედეთ. უნდა შთაბერონ შემდეგი თვისებები, რომის უშიშარი, სამეურნეო საკითხებში პროფესორი და ვაფშემც დასტოინი ქალაქელი კაცია. მაგრამ ჩვენი წინაპრების დანატოვარიდან ხომ ვიცით, რომ სალამური მხოლოდ შვინდის ტოტისგან კეთდება და არა სხვა მოგრძო საგნებისგან. ამიტომ რუსთავი ორს ძალიან ზაალის გაშუქება ცუდად გამოსდის, თუმცა კი ძალიან ცდილობს. აი გუშინაც სცადეს პიარ სიაბანდობის ჩატარება. როგორც იცით, წუხელის მთაწმინდის ფერდობზე დღეს ხანძარი გაუჩნდა. ამან ძალიან გაახარა ნაცები და მათი ტელევიზია, რომელიც მოგვიანებით, მაგრამ მაინც ჩაერთო პირდაპირ ეთერში ხსენებული სტიქიური ამბის გასაშუქებლად. ხანძარზე და სხვა უბედურებაზე ქულების დაწერის მოყვარულებმა შემთხვევის ადგილას თავიანთი მთავარი ბრანდენ მეისტერი ზაალ უდუმაშვილი მიავლინეს. ახლა ჩვენს გვერდით იმყოფება ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი. ძალიან ზაალი გაწაფულია ხანძრის საქმეში. გახსოვთ ელიავას ბაზრობის ამბავი. ეს ძალიან გავს, მე ყოველ შემთხვევაში მაგონებს ძალიან რუსულ ხელწერას. რუსეთში არის ასეთი პრაქტიკა, როდესაც ვერ იღებენ კანონით რაღაცას, მაშინ იმას წვავენ. ეთყობა უდუმაშვილს დიქტორობასთან ერთად სახანძრო ტექნიკუმიც აქვს დამთავრებული მუხოსრანსკში და ზუსტად იცის, როგორ უნდა ჩააქროს დიდი ცეცხლი. როგორც ხედავთ, ძალიან ზალს ნირი აქვს წამხდარი, რომ ხანძარმა არ გადაწვა მთელი ვერა და მთაწმინდა. ფერდობის ამონატრებზე პრინციპში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, ამიტომ პირველ რიგში მადლობა უთხრა მეხანძრებს. მართლაც გმირულად იშრომეს მათ, მართლაც შიშველი ხელებით, პირობითად შიშველი ხელებით მათ მხოლოდ მილები ჰქონდათ და წყალი რო ჩაეხშოთ ეს ხანძარი, რომელიც ძალიან დიდ ფართობზე იყო მოდებული. თუმცა, როგორც პროფესიონალი, ისეთ ჩევებს იძლევა, სუპერპუმები უნდა აგვეფრინაო. ისევ და ისევ დღას ავიაციის შინაგანსა სამინისტროს ცოტა ხნის გაავრცელა განცხადება, რომ ღამე ქართული ერთონები ვერ ფრინავენ. თუმცა ყავს ჩვენი სუპერპუმები, რომლებიც ღამეს ზუსტად შეუძლიათ ფრენა და მათ შეუძლიათ ღამით მოქმედება. ეს სუპერპუმების არ გამოყენების ამბავი ნამდვილად ზაალის და რუსთავი ორის შეფის მიშას ბრძანებაა. აქ აი ამ ფოტოებში თქვენ ხედავთ, რომ ხსენებული ვერტმფრენები VIP კლასის პირთათვის გადაადგილების საშუალებაა მხოლოდ და ხანძარ საწინააღმდეგო საქმიანობისთვის მით უმეტეს ღამის პირობებში გამოუსადეგარია. ცხადია ისიც, რომ ჩვენმა პროფმა მეხანძრეებმა ძალიან ზაალის ჩევების გარეშეც დროულად ჩააქრეს ხანძარი. ამიტომ ეს სიამბანდობა ნაცებს ვერ გამოუვიდათ. აი სად დაგვინძრა? მართალია დაცოცავდნენ მერე რეკოგნოსცირებაზე გასული კაი მთავარსარდლებივით რურუა და ზაალი მთაწმინდის ფერდობზე და ბუჩქებს მობილურებით ინათებდნენ, მაგრამ სტიქიასთან მებრძოლი დევგმირების იმიჯი მაინც ვერ შეიქმნეს. რა გაეწყობა? ალბათ დაელოდებიან ნაცები მორიგ უბედურ შემთხვევას, ხოლო ჩვენ კი ამ შემთხვევით შთაგონებულ მორიგ ნაციაბანდობას. კარგად ბრძანდებოდეთ.